ხელვაჩაუში მდებარე თურქულ კომპანია BTM-ს თანამშრომელი სევუჩიმის ქალბატონის პრეტენზია სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება. ნათია ბერიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თურქი მეპატრონის გაღიზიანება ახალ სახელფასო სისტემებთან დაკავშირებით თანამშრომელთა უკმაყოფილებამ გამოიწვია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე ქალბატონი ამასთან დაკავშირებით გაფიცვას გეგმავდა, რის შესახებაც ხელმძღვანელობამ გაიგო და სხვების გასაფრთხილებლად ერთ-ერთი სამსახურიდან გაუშვა. ნათია ბერიძე ამბობს, რომ ამით სხვების შეშინება უნდოდათ. დასაქმებულის ინტერესებს იცავდა საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე. მან ამ მიზეზით, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა არც სატელეფონო ზარებს და არც შეხვედრას მოთხოვნებს პასუხობდა დაცვის გვერდის ავლით შეაღწია შენობაში და კომპანიის ხელმძღვანელს გაესაუბრა. ამის გამო, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თურქი ხელმძღვანელის ბრძანებით სამსახურიდან დაცვის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. ნათია ბერიძის უკან დაბრუნებაზე კი უარი განაცხადეს. ჩვენი პერიოდში, დაცვის პერიოდში, დაცვის სამსახურის სრული შემადგენლობით ყველა თურქის ერთმა თურქმა პიროვნებამ ყველანი გაანთავისუფლა, რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული პიროვნებაო. ჩვენ შემდეგ სასწრაფოდ წესით მოვითხოვეთ აღნიშნული პიროვნება დირექტორი, სადაც ჩვენ შორის შედგა დიალოგი და საუბარი. მათ კონკრეტულად ვერ დაასაბუთენ და ვერ ახსენ თუ რის საფუძველზე იქნა აღნიშნული ქალბატონი განთავისუფლებული. ხელფასებთან დაკავშირებით ყოველთვის გეუბნებოდნენ, რომ მაგი მოსთხოვეთ თქვენს თავრობას და ჩვენ ვაპირებდით პროტესტს, რომ თავრობა იყო თუ ვინმე იყო, მოექცია ჩვენთვის ყურადღება. ერთ-ერთი ბუნტის თავად როგორც მეძახიან ხოლმე და ამბობენ ასე და მაფიქსირეს მე, იმიტომ რომ წინა გაფიცვა რო ქონდა ჩვენ აქ ხელი რო გაარტყა თურქმა, მართლაც ვიყავი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, იმიტომ რომ მე არ შემეძლო რომ ამაზე თვალი დამეხუჭა და მე მაგ დაფიქსირებული ვიყავი ყველანაირად და ამიტომ პირადული ინტერესებში იყო.